როცა თქვენ ამ სიტყვებს ისმენთ, პლანეტაზე 1000-ზე ნაკლები ადამიანი ჯერ კიდევ ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც კაცობრიობა ცხოვრობდა 50,000 წლის წინ. მიწათმოქმედების გარეშე, ფულის გარეშე, საათების გარეშე. ტანზანიაში, ვულკანურ კლდეებსა და გადამხმარ სავანებს შორის ჰაძაბეები მზეზე ადრე იღვიძებენ ერთადერთი რწმენით, ან დღეს ინადირებენ, ან დღეს ვერ შეჭამენ. არ არსებობს საკვების მარაგი. არ არსებობს გეგმაპ, ყოველი დილა გადარჩენის ტესტია, რომელიც ადამიანთა უმრავლესობამ ათასწლეულების წინ მიატოვა, მაგრამ ისინი აგრძელებენ ამასთან დაპირისპირებას. თუ თქვენ გატაცებული ხართ გარეული ცხოველებით და ნამდვილი დოკუმენტური ფილმებით, ნუ დატოვებთ ამ ვიდეოს. უყურეთ ბოლომდე, გამოიწერეთ არხი ახლავე და დააკომენტარეთ საიდან უყურებთ. წარმოიდგინეთ სცენა. თქვენ წევხართ შიშველ მიწაზე გადახურული მხოლოდ აფრიკის ცით და ლომის ღრიალი თქვენი ბანაკიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ისმის. ცეცხლი, რომელიც დაძინებამდე დაანთეთ, უკვე ნაკვერჩხლად იქცა. არ არის კედლები. არ არის კარები. თქვენსა და ღამის მტაცებლებს შორის არაფერია სიბნელისა და თაობების განმავლობაში გამახვილებული ინსტინქტის გარდა. ეს არის ჰაძაბე მონადირის ყოველდღიური გაუიძება. ჰაძაბეები, რომლებსაც ასევე ჰაძას უწოდებენ, იკავებენ დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას ეიასის ტბის გარშემო, ჩრდილოეთ ტანზანიაში. ისინი ცხოვრობენ გორონგოროს კრატერის ჩრდილში და ოლდუაის ხეობიდან რამდენიმე კილომეტრში იმავე ადგილას, სადაც მეცნიერებმა თითქმის 2 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ჰაბილასის ნამარხები იპოვეს. ეს დამთხევა შემთხვევითი არ არის. ჰაძაბეები, სავარაუდოდ, ამ რეგიონში ათასწლეულების განმავლობაში ბინადრობენ. გენეტიკურად ისინი წარმოადგენენ პლანეტის ერთ-ერთ უძველეს ადამიანურ ხაზს, რომლებიც მხოლოდ კალაჰარის უდაბნოს სანისტომს შეედრებიან. მათი დნყვება ისტორიას, რომლის სრულად გაშიფრვა ისტორიის წიგნებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს. ჰაძაბეს ზეპირსიტყვიერი ტრადიციის თანახმად, კაცობრიობის ისტორია იყოფა 4 ეპოქად, რომელთაგან თითოეული დასახლებული იყო განსხვავებული კულტურით. პირველ ეპოქაში სამყაროში დომინირებდნენ ბანჯგვლიანი გიგანტები, სახელად აკაკაანები, პირველები ან ძველები. ამ გიგანტებს არ გააჩნდათ იარაღები და არ იცოდნენ ცეცხლი. ისინი ნადირობდნენ ცხოველების დევნით მანამ, სანამ ისინი დაღლილობისგან არ დაიხოცებოდნენ. ჭამდნენ ომხორცს. არ აშენებდნენ თავშესაფრებს და ეძინათ ხეების ქვეშ, ზუსტად ისე, როგორც ჰაძაბეები აკეთებენ დღემდე მშრალი სეზონის განმავლობაში. გიგანტები საბოლოოდ დამარცხდნენ ხაფანგებისა და მოწამლული ისრების მეშვეობით იმავე ტექნოლოგიით, რომელსაც მათი შთამომავლები დღემდე იყენებენ. ამჟამინდელი მოსახლეობა მერყეობს 1200-სა და 1300 ადამიანს შორის. ამ რაოდენობიდან მხოლოდ 300-დან 350-მდე ადამიანი ცხოვრობს ჯერ კიდევ ექსკლუზიურად ტრადიციული წესით, ნადირობენ და აგროვებენ ყველაფერს, რასაც მოიხმარენ, სოფლის მეურნეობის ან ვაჭრობის ყოველგვარი დანამატის გარეშე. სხვები გადავიდნენ სოფლებში, მუშაობენ ტურისტულ ინდუსტრიაში ან დატოვეს ტყე აუცილებლობის ან გარე ზეწოლის გამო. ეს ნიშნავს, რომ ჰაძაბეს ნამდვილი ცხოვრების სტილი, ის, რომელიც 40,000 წლის განმავლობაში შეუფერხებლად სრულდებოდა, დღეს მთელ მსოფლიოში 400-ზე ნაკლებ ადამიანში არსებობს. წარმოიდგინეთ ეს მასშტაბი. 400 ადამიანი. იმაზე ნაკლები, ვიდრე საშუალო ზომის კომერციული თვითმფრინავის ტევადობაა. ენა, რომელზეც ისინი საუბრობენ, ჰაძანე, არ ფლობს ნათესაობას დედამიწაზე არსებულ არცერთ სხვა ცნობილ ენასთან. ლინგვისტები მას კლასიფიცირებენ როგორც ლინგვისტურ იზოლატს, ობოლ ენას, რომელიც სრულიად დამოუკიდებლად განვითარდა. ის შეიცავს წკაპუნა და ტკაცუნა ბგერებს, რომლებიც შეუძლებელი ჩანს მათთვის, ვინც საქმიდანვე არ იზრდებოდა მათი სმენით. ყოველი წკაპუნი მნიშვნელობის მატარებელია. ყოველი ტკაცუნი ერთ სიტყვას მეორისგან განასხვავებს. ჰაძანე იმდენად ძველი და უნიკალურია, რომ იუნესკო მას კლასიფიცირებს როგორც მოწყვლადს, არა იმიტომ, რომ ბავშვებმა შეწყვიტეს მისი სწავლა, არამედ იმიტომ, რომ კონტექსტი, რომელშიც მას აზრი აქვს, სავანებთან ერთად ქრება. ჰაძაბეები ცხოვრობენ 20-დან 30 ადამიანამდე ჯგუფებად, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან ტერიტორიაზე, რესურსების ხელმისაწვდომობის მიხედვით. ისინი არ აშენებენ მუდმივ სახლებს. მათი საცხოვრებლები არის დროებითი თავშესაფრები, დამზადებული მოხრილი ტოტებისაგან და დაფარული მშრალი ბალახით სტრუქტურები, რომელთა აწყობა 1 საათზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი და მათი მიტოვება სინანულის გარეშე ხდება, როცა წინსვლის დრო დგება. ისინი არ აშენებენ შინაურ ცხოველებს. არ თესავენ თესლს. არ ინახავენ საკვებს მომდევნო დღისთვის. მათი საკუჭნაო თავად სავანაა და მასთან კონსულტაცია ყოველდღიურად არის საჭირო.
დააკვირდით რა ხდება, როდესაც მზე ჰორიზონტს კვეთს. მამაკაცები უკვე ფეხზე დგანან, ამოწმებენ თავიანთ ისრებს, სინჯავენ მშვილდების დაჭიმულობას, ღეჭავენ ფესვის ნაჭრებს საწყისი შიმშილის დასაძლევად. ქალები ამზადებენ თავიანთ სათხრელ ჯოხებს, ხის მარტივ ინსტრუმენტებს ცეცხლზე გამაგრებული წვერებით და ნაქსოვ ბალახის კალათებს ნაპოვნი ნადავლის სატარებლად. 5 ან 6 წლის ბავშვები უკვე დაჰყვებიან უფროსებს და პრაქტიკაში სწავლობენ იმას, რასაც ვერცერთი სკოლა ვერ ასწავლიდა. არ არსებობს დაყოფა თეორიასა და გამოყენებას შორის. ყველაფერი გადაუდებელია. ყველაფერი ახლაა. ჰაძაბეს ტერიტორია მკვეთრად შემცირდა ბოლო 5-10 წლეულის განმავლობაში. ვარაუდობენ, რომ მათ დაკარგეს თავიანთი წინაპრების მიწების 90% მე-20 საუკუნის შუახანებიდან. დატოოგას მწყემსებმა თავიანთი თხებისა და საქონლის ფარები იაედას ველზე მოიყვანეს, გაჩეხეს ადგილობრივი მცენარეულობა საძოვრების შესაქმნელად. ფერმერებმა დაიკავეს ნოყიერი ვაკეები. საფარის კომპანიებმა ძველი სანადირო ადგილები უცხოელი ტურისტებისთვის ექსკლუზიურ ნაკრძალებად აქციეს. 2007 წელს ერთმა საფარის კომპანიამ თითქმის მოიპოვა ექსკლუზიური უფლებები სანადირო კონცესიაზე, რომელიც მოიცავდა ჰაძაბეს ტრადიციულ მიწებს. საერთაშორისო კამპანიამ, რომელსაც თავად ჰაძაბეები ხელმძღვანელობდნენ, ხელი შეუშალა ამ შეთანხმებას. 2011 წელს მოხდა რაღაც ისტორიული. პირველად ტანზანიის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა 700 ჰაძაბესგან შემდგარი თემის ტერიტორიული უფლებები წინაპრების 20,000 ჰექტარზე მეტ მიწაზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მომთაბარე უმცირესობამ მიიღო საკუთრების მოწმობა ტანზანიაში. მაგრამ გამარჯვება ნაწილობრივი იყო. სხვა ჰაძაბე თემები კვლაველიან იმავე აღიარებას და ზეწოლა მათ მიწებზე გრძელდება. ახლა დაფიქრდით მონადირის მდგომარეობაზე, რომელიც ბანაკიდან გამთენიისას გადის. მას მიაქვს ხელით დამზადებული მშვილდი, რომლის სიგრძე თითქმის 1.80 სანტიმეტრია, ისეთივე სიმაღლის, როგორიც თავად არის. ლარი დამზადებულია ცხოველის მყესებისგან დაჭიმული ისეთ დაძაბულობამდე, რომელსაც რამდენიმე თანამედროვე ადამიანი თუ შეძლებდა შეენარჩუნებინა რამდენიმე წამზე მეტხანს. ისრები მზადდება კონგოროკოს ხისგან, რომელიც საგულდაგულოდ არის შერჩეული და დამუშავებული წონასა და სიხისტეს შორის სრულყოფილი ბალანსის მიღწევამდე. ბუმბულები, რომლებიც ფრენას ასტაბილურებენ, ციცრისგან მოდის. ლითონის წვერები ცივად არის გამოჭედილი ლურსნებისგან, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან თანამედროვე ელემენტთაგანი, რომელიც ინტეგრირებულია წინაპრების ტექნოლოგიაში. მაგრამ ჰაძაბეს ისრების ნამდვილი საიდუმლო ლითონის წვერში არ არის. ის შხამშია. ჰაძაბეები თავიანთი ისრებისთვის 3 სახის შხამს იყენებენ. ყველაზე გავრცელებული მიიღება უდაბნოს ვარდისგან, სუკულენტური მცენარისგან, რომლის სამეცნიერო სახელია ედენია მობასამ და რომელიც იზრდება მხოლოდ ზოგიერთ კუნძულზე და სპეციფიკურ ადგილებში ეიასის ტბის მახლობლად. მომზადების პროცესი მოითხოვს სუსტ ცოდნას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მამაკაცები ჭრიან მცენარის ტოტებს ან ნაჯახის ტარით ნაყავენ რბილობს, რომელიც ჯერ კიდევ ღეროზეა მიმაგრებული. გამოწურული წვენის შემდეგ საათობით იხარშება, სანამ წყალი სრულად არ აორთქლდება და არ დარჩება შავი და წებოვანი ნივთიერება თიხის კონსისტენციით. ეს ნარჩენი იხვევა ზოლებად და დაიტანება უშუალოდ ისრის წვერის ქვემოთ. შხამი შეიცავს კარდიულ გლიკოზიდებს, ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც ხელს უშლიან გულის ფუნქციონირებას. როდესაც მოწამლული ისარი აღწევს ცხოველის კანში, ეს ნაერთები შედიან სისხლის მიმოქცევაში და იწყებენ გულის კუნთებზე ზემოქმედებას. პირველი სიმპტომები მოიცავს ჭარბნერ წყდენას, ღებინებას და დიარეას. მოწამვლის პროგრესირებასთან ერთად ცხოველი ხდება სუსტი, ლეთარგიული და ბარბაცით დადის. მოწამლული ისრით დაჭრილი იმპალა შეიძლება 30 წუთში დაეცეს. ჟირაფს შეიძლება 6 საათი დასჭირდეს დასამარცხებლად. სპილო ზედმეტად დიდი იქნებოდა, შხამი არ არის საკმარისი მის დასაგდებად. მონადირეებმა შეიმუშავეს მეთოდი შხამის სიმძლავრის შესამოწმებლად ველზე. როდესაც ისინი დაჭრილ ცხოველს კვალავენ, ენის წვერით ეხებიან ცხოველის სისხლის წვეთებს. თუ გემო მწარე და მწველია, შხამი სათანადოდ მუშაობს. ეს სენსორული ტესტი ავლენს გლიკოზიდების კონცენტრაციას მსხვერპლის სისხლის მიმოქცევაში და მიუთითებს, კიდევ რამდენი დრო იქნება საჭირო იმისათვის, რომ ის დაეცეს. საინტერესოა, რომ შხამი სრულიად ნეიტრალდება მომზადების სიცხით. მოწამლული ისრით მოკლული ცხოველის ხორცი უსაფრთხოა ადამიანის მოხმარებისთვის შეცვის შემდეგ. ჰაძაბეები ხორცს პირდაპირ იმ ადგილას ჭამენ, სადაც ცხოველი ვარდება, ხშირად ჭრიან ნაჭრებს და ცვავენ იმპროვიზირებულ კოცონებზე, სანამ ჯერ კიდევ კვალავენ, რათა დარწმუნდნენ, რომ მსხვერპლი არ გამოკეთდება.
ორგანოები, ღვიძლი, გული, თირკვლები, ფილტვები, სათესლე ჯირკვლები ითვლება იმ მამაკაცების განსაკუთრებულ პრივილეგიად, რომლებმაც დაასრულეს ეპემეს რიტუალი, ზრდასრულობაში გადასვლის რიტუალი, რომელიც მოიცავს დიდი ზომის ცხოველის მოკლას. მეორე ტიპის შხამი მოდის მცენარე სტროფენთას ემინიესგან, მცოცავი მცენარისგან, რომელიც იზრდება ჰაძაბეს ტერიტორიის მთიან ადგილებში. მარცვლები მუშავდება უდაბნოს ვარდის მსგავსად, რაც წარმოქმნის თანაბრად ძლიერ შხამს, რომელიც დაფუძნებულია იმავე კარდიოტოქსიკურ პრინციპზე. მესამე ტიპი, სახელად კალიკასი, არ იწარმოება ჰაძაბეების მიერ, არამედ მიიღება მეზობელ ტომებთან გაცვლის გზით. იგი მზადდება ხეა კოკენტერას ჩემპირასგან, რომელიც არ იზრდება ჰაძაბეს ტერიტორიაზე, მაგრამ უხვადაა კენიასა და ეთიოპიაში. დაფიქრდით ამ შხამების მომზადებასთან დაკავშირებულ რისკზე. უდაბნოს ვარდთან მუშაობისას ხელზე შემთხვევითმა ჭრილობამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. წვენი აღწევს კანში და შედის სისხლის მიმოქცევაში ხილული ჭრილობების გარეშეც კი. ჰაძაბე მონადირეებს თავიანთი მოწამლული ისრები და აქვთ სრულად დაფარული ფოთლებით ან შენახული სპეციალურ კაპარჭებში, რომლებიც შექმნილია წვერების შემთხვევითი კონტაქტისგან დასაცავად. ნაკაწრიც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. მაგრამ ჯერ კიდევ აკლია უფრო დიდი საფრთხე. თავი მეორე სავანის მტაცებლები ნადირობა იწყება მზის ამოსვლამდე და მთავრდება, როდესაც სიცხე აუტანელი ხდება, ჩვეულებრივ დილის 10 საათის ნახევრისთვის. მონადირეები გადიან მარტო ან წყვილებში, არასდროს დიდ ჯგუფებად. თითოეული მამაკაცი ნადირობს ოპორტუნისტულად, ესვრის ნებისმიერ ფრინველს, რომელიც გამოჩნდება, ამოწმებს ხის ყველა ღრუს ფუტკრის სკების საძებნელად, დაძვრება კლდეების ქვეშ დამანების, პატარა ძუძუმწოვრების, რომლებიც მღრღნელებს ჰგვანან და ქვებს შორის ცხოვრობენ, ადგილმდებარეობის დასადგენად. დისტანციაზე კომუნიკაციისთვის მონადირეებმა შეიმუშავეს უნიკალური სტვენები. თითოეულ მამაკაცს აქვს თავისი ბგერითი ნიმუში, რომელიც მისი თანამებრძოლებისთვის კილომეტრების მანძილზეა ცნობადი. უფრო მცირე მსხვერპლში შედის დიკდიკები, პატარა ანტილოპები დაახლოებით 40 სანტიმეტრის სიმაღლის, გარეული ღორები, მეჭეჭებიანი ღორები, ბაბუინები, მაიმუნები და ყველა სახის ფრინველი. ამ ცხოველებისთვის ჰაძაბეები იყენებენ ისრებს შხამის გარეშე. გასროლის სიზუსტე საკმარისი უნდა იყოს მყისიერი მოკლისთვის, რადგან მხოლოდ დაჭრილი ცხოველი შეიძლება გაიქცეს და დაიკარგოს ხშირ მცენარეულობაში. უფრო დიდი მსხვერპლისთვის იმპალები, კუდუები, ზებრები, ჟირაფები, კამეჩები, მოქმედებაში შედის მოწამლული ისრები. მონადირეს სჭირდება მიახლოება 25-დან 50 მეტრამდე მანძილზე, რათა დარტყმის შანსი ჰქონდეს. გარემოში, სადაც ყოველი ფეხქვეშ მოხვედრილი ტოტი ხმას გამოსცემს, სადაც ყოველი მკვეთრი მოძრაობა აფრთხობს მსხვერპლს, ეს მიახლოება შეიძლება საათობით გაგრძელდეს. მონადირე იხდის სანდლებს, რათა თავიდან აიცილოს ტოტების გადატეხვა. დადის მოხრილი, თითქმის ხოხვით და იყენებს მთელ ხელმისაწვდომ მცენარეულობას საფარად. როდესაც ის საბოლოოდ ისვრის, ისარმა საკმარისად ღრმად უნდა შეაღწიოს, რომ შხამი სისხლის მიმოქცევაში მოხვდეს. და შემდეგ იწყება ყველაზე საშიში ნაწილი. დაჭრილი ცხოველი მაშინვე არ ვარდება. ის გარბის. მონადირეს სჭირდება მისი კვალვა საათობით, ზოგჯერ მთელი დღეების განმავლობაში, ნაბიჯების, სისხლის კვალის, გადატეხილი ტოტების მიხედვით. ამ კვალვის დროს ის მარტოა სავანაში, ხშირად ბანაკიდან შორს, დაუცველი ყველა იმ საფრთხის წინაშე, რასაც აფრიკა ინახავს. პირველი საფრთხე გველებია. ჰაძაბეებს სძულთ გველები, ეს არის ერთადერთი ცხოველი, რომლის ჭამაზეც ისინი უარს ამბობენ. და საფუძვლიანადაც. აფრიკული სავანა ბინადრობს მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე შხამიან გველს, შავი მამბები, რომლებსაც შეუძლიათ ზრდასრული მამაკაცის მოკლა 1 საათზე ნაკლებ დროში, აფრიკული გველგესლები, რომელთა შხამი იწვევს ქსოვილების ნეკროს, ფურთხებელი კობრები, რომლებიც თავიანთი მსხვერპლის თვალებს უმიზნებენ. გამოცდილი ჰაძაბე მონადირის სხეულს დააქვს გველის ნაკბენების ნაციბურები, როგორც ტყეში ცხოვრების ნიშნები. დააკვირდით ნაციბურებს ჰაძაბე უხუცესის სხეულზე. ონვასი 60 წელზე მეტი ასაკის მონადირე, აჩვენებს ნიშნებს, რომლებიც ყვებიან მთელ ისტორიებს სიტყვების საჭიროების გარეშე. გველის ნაკბენის ნაციბურები ხელებზე. ლეოპარდის ნაკბენის ნაციბურები ზურგზე. ისრებისა და დანების ნაციბურები, შემთხვევები ნადირობის ან იარაღების მომზადების დროს. ეკლების ნაციბურები, რომლებმაც გახვრიტეს კანი ხშირ ბუჩქნარში დევნისას. ბაობაბის ხეებიდან ვარდნის ნაციბურები თაფლის შეგროვებისას. მისი კბილების ნახევარი უკვე აღარ არის. მას აცვია ძველი საბურავისგან დამზადებული სანდლები და წელზე დააქვს დიკდიკის ტყავში გახვეული დანა. ეკლები წარმოადგენს კიდევ ერთ მუდმივ საფრთხეს. ტანზანიის სავანის მცენარეულობაში დომინირებს აკაციები და ეკლიანი ბუჩქები.
ამ გარემოში დღისით სიარულიც კი გამოწვევაა. ღამით სიარული ფანრის გარეშე თითქმის შეუძლებელია მათთვის, ვინც არ იცნობს რელიეფის ყოველ მეტრს. ჰაძაბე მონადირეები დასვენების დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ ერთმანეთისთვის ეკლების ამოღებაში თავიანთი დანების წვერით. სავანაში რამდენიმე საათიანი გასეირნების შემდეგ სხეული შეიძლება ისე იყოს დაწინტკლული, თითქოს მთელ სხეულზე ეტაპობრივი ტატუირება მიიღო. მორიელები და ობობები ასრულებენ მცირე საფრთხეების სიას, მცირე მხოლოდ ზომით, რადგან მათ ნაკბენებს შეუძლიათ დაუძლურება ან სიკვდილი. აფრიკული უდაბნო ბინადრობს მორიელებს, რომელთა შხამი უტევს ნერვულ სისტემას, იწვევს კრუნჩხვებს და დამბლას. ჰაძაბე ბავშვები ადრეული ასაკიდან სწავლობენ, რომ არასდროს ჩაყვან ხელები ხვრელებში შემოწმების გარეშე, არასდროს დააბიჯონ ფეხში შველი ქვებზე და უხედავად, არასდროს დაწვნენ მიწაზე გარემოს დათვალიერების გარეშე. მაგრამ რეალური საფრთხეები, რომლებსაც შეუძლიათ ზრდასრული მამაკაცის მოკლა წამებში, 4 ფეხზე დადიან. ლომები ცხოვრობენ იმავე სავანაში, სადაც ჰაძაბეები ნადირობენ. ღამით მათი ღრიალი ეხმიანება ვაკეებს და მონადირეებს წინავთ ღია ცის ქვეშ, იციან რა, რომ არ არსებობს ფიზიკური ბარიერი მათსა და მტაცებლებს შორის. ცეცხლი აფრთხობს დიდ კატებს, უმეტეს შემთხვევაში. ლეოპარდები კიდევ უფრო საშიში არიან, რადგან ისინი ჩუმად ესხმიან თავს ჩასაფრებულნი თავიანთ მსხვერპლს ჩრდილებში. ჰაძაბე მონადირეს დააქვს ლეოპარდის თავდასხმის ნაწიბურები, როგორც იმის მტკიცებულება, რომ გადაურჩა შეხვედრას, რომელსაც ბევრი ვერ გადაურჩებოდა. ღამით სავანაში სიარული მოითხოვს ისეთ სიახლოვეს გარემოსთან, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა ვერასდროს განავითარებს ვერცერთ გარემოში. არ არის მონიშნული ბილიკები. არ არის ხილული ორიენტირები სიბნელეში. ფანრის გარეშე ნავიგაცია შეუძლებელი ჩანს ვიზიტორისთვის, მაგრამ ჰაძაბეები ამას აკეთებენ ისეთი ბუნებრიობით, როგორც ვინმე საკუთარ ოთახში გადაადგილებისას. ეს არის სიახლოვე, რომელიც აშენდა 10 წლეულების განმავლობაში იმავე ტერიტორიაზე გადაადგილებით, 1000 კვადრატული კილომეტრის ოთახში, რომელიც დასახლებულია ლომებით, ლეოპარდებითა და ჰიენებით ჩრდილებში. გამოცდილ ჰაძაბე მონადირეს შეუძლია მცენარეულობის ტიპების იდენტიფიცირება შეხებით, კლდოვანი წარმონაქმნების ამოცნობა ვარსკვლავების ფონზე სილუეტით და წინასწარ განსაზღვრა, სად იქნება ეკლები მათთან შეხებამდე. ჰიენები წარმოადგენენ კიდევ ერთ საფრთხეს, არა მხოლოდ პირდაპირს, არამედ ეკონომიკურსაც. ჰაძაბეები არ იყენებენ ხაფანგებს ან მარყუჟებს სანადიროდ და ამის მიზეზი მარტივია. ლეოპარდები და ჰიენები იპარავენ ხაფანგში გაბმულ ნებისმიერ ცხოველს მანამ, სანამ მონადირეები მის წამოღებას შეძლებენ. მტაცებლების მაღალი სიმჭიდროვე რეგიონში ნადირობის ამ მეთოდს სრულიად გამოუსადეგარს ხდის. არსებობს ნადირობის პრაქტიკა, რომელსაც ჰაძაბეები მხოლოდ წელიწადში რამდენჯერმე ასრულებენ და რომელიც აჩვენებს, რამდენად შორს არიან ისინი მზად წავიდნენ ცხოველური ცილისთვის. ბაბუინებზე ღამის ნადირობა. ბაბუინებს ღამით ხეებზე ან კლდოვან ნაპრალებში სცინავთ. 10-12 მონადირისგან შემდგარი ჯგუფი გარს ერტყმის ადგილს, სადაც ბაბუინების ხროვას სცინავს, ჩუმად უახლოვდებიან მშვილდისრით ხელში და შემდეგ ერთდროულად ესხმიან თავს ყველა მხრიდან. მიზანია, რაც შეიძლება მეტის მოკლა მანამ, სანამ ცხოველები გაქცევას მოასწრებენ. ბაბუინები საშიში მსხვერპლია. ზრდასრული მამაკაცი შეიძლება 45 კილოგრამამდე იწონიდეს და ფლობს 5 სანტიმეტრიან ეშვებს, რომლებსაც სერიოზული ჭრილობების მიყენება შეუძლიათ. კუთხეში მიმწყდეული ან დაჭრილი ბაბუინი არ ყოფნობს თავდასხმაზე. მონადირეებმა აბსოლუტური სიზუსტით უნდა მოახდინონ თავიანთი მოძრაობების კოორდინაცია, არასწორმა გასროლამ შეიძლება დაჭრილი და გააფთრებული ცხოველი მათსა და უსაფრთხოებას შორის დატოვოს. ჰაძაბეებს ძალიან უყვართ ბაბუინის ხორცი. არსებობს ტრადიციული ხუმრობა, რომელიც ამბობს, რომ ჰაძაბე მამაკაცი ვერ დაქორწინდება, სანამ 5 ბაბუინს არ მოკლავს. როგორც ბევრ ხუმრობას, მასაც აქვს სიმართლის საფუძველი, ბაბუინებზე ღამის ნადირობაში მონაწილეობის უნარი აჩვენებს სიმწიფეს, სიმამაცეს და ჯგუფთან კოორდინაციის უნარს ყველა სასურველ თვისებას პარტნიორში. ჰაძაბეები ასევე მისდევენ რაღაცას, რაც თანამედროვე თვალისთვის სიგიჟეთ ჩანს, მტაცებლებისთვის ხორცის მოპარვას. როდესაც ცაში მოტრიალე სვავებს ამჩნევენ, მონადირეები მითითებული მიმართულებით გარბიან, ცდილობენ იპოვონ ლომების ან ლეოპარდების მიერ ახლახან მოკლული ლეში. სცენის პოვნისას ისინი ყვირიან, ხელებს იქნევენ და ცდილობენ მტაცებლების დაფრთხობას, რათა მსხვერპლის ნაწილი მოიპარონ. ჰაძაბეების მიერ მოხმარებული მთელი ხორცის დაახლოებით 15-დან 25%-მდე მოდის ლეშის ჭამის ამ ოპორტუნისტულ პრაქტიკაზე. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. 60 კილოგრამის წონის მამაკაცი, შეიარაღებული მხოლოდ მშვილდისრით, გარბის ლომებისკენ, რომლებმაც ახლახან მოკლეს ზებრა, უყვირის მათ დასაფრთხობად და იმედოვნებს, რომ ისინი გადაწყვეტენ, რომ საკვებისთვის ბრძოლა არ ღირს.
ზოგჯერ ეს მუშაობს, ზოგჯერ არა. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო გავრცელებული საფრთხე, ვიდრე ხმელეთის მტაცებლები. საფრთხე, რომელიც უფრო მეტ ჰაძაბე მონადირეს კლავს, ვიდრე ნებისმიერი გარეული ცხოველი. ბაობაბის ხეებიდან ვარდნა. თაფლი ჰაძაბეების საყვარელი საკვებია, ანთროპოლოგიურ კვლევებში იგი დასახელდა ფავორიტად როგორც მამაკაცების, ისე ქალების მიერ. იგი შეადგენს ტომის მიერ მოხმარებული კალორიების დაახლოებით 15-დან 20%-ს. ჰაძაბეები აგროვებენ თაფლს 7 სხვადასხვა სახეობის ფუტკრისგან, მათ შორის აფრიკული ფუტკრებისგან, რომლებიც უკიდურესად აგრესიულები არიან, და უფუტკრო ფუტკრებისგან, რომლებიც თაფლს მცირე რაოდენობით, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომ ადგილებში აწარმოებენ. ნესტრიანი ფუტკრების სკები ჩვეულებრივ მდებარეობს გიგანტური ბაობაბის ხეების კენწეროებში, ზოგიერთი მათგანი 15 მეტრ სიმაღლეს აღწევს 8-9 მეტრი დიამეტრის ღეროებით. ამ სკებამდე მისასვლელად მონადირეებს სჭირდებათ ხეებზე ასვლა მხოლოდ ხის პალოების გამოყენებით, რომლებსაც ისინი ღეროში აჭედებენ ასვლისას. ეს ტექნიკა ათასწლოვანია. მონადირე იყენებს თავისი ნაჯახის უკანა ნაწილს პირველი პალოს ღეროში ჩასაჭედად, შემდეგ ფეხს ადგამს მასზე, სანამ მეორეს ჩააჭედებს და იმეორებს პროცესს სკამდე მიღწევამდე. ამ ასვლის ყველაზე მნიშვნელოვანი წესია არასდროს დააბიჯო ძველ პალოებზე. პალოები ადგილზე მხოლოდ ქერქის წნევით ჩერდება, რომელიც მათ გარშემო იხურება. ბაობაბის მერქანი ქერქის მიღმა ღრუბლისებრი და ტენიანია, რომელსაც არ შეუძლია რაიმე წინააღმდეგობის გაწევა. დროთა განმავლობაში ქერქი დუნდება და პალოები თავისუფლდება. გამოცდილი მონადირე ყოველი ასვლისას ახალ პალოებს აყენებს. გაუფრთხილებელი მონადირე ადგამს ფეხს ძველ პალოს და ვარდება. ერთ-ერთი ჰაძაბე სოფლის ბელადი ბაობაბიდან ორჯერ ჩამოვარდა თავისი 50 წლის განმავლობაში. ის ორივე ვარდნას გადაურჩა, მაგრამ ბევრს ასი არ გაუმართლა. ბაობაბიდან ვარდნა მძიმე დაზიანებებისა და სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ზრდასრულ ჰაძაბე მამაკაცებს შორის. და ფუტკრები არა ადვილებენ საქმეს. აფრიკული ფუტკრები ცნობილია თავიანთი აგრესიულობით, სწორედ მათ დაუდეს საფუძველი ტერმინს მკვლელი ფუტკრები, როდესაც ზოგიერთი კოლონია ამერიკაში გაიქცა 1950-იან წლებში. ჰაძაბეები იყენებენ კვამს მათ დასამშვიდებლად თაფლის შეგროვებამდე. ისინი ანთებენ მშრალი ბალახის კონებს და ადიან ცეცხლით, რომელიც ჯერ კიდევ კვამს უშვებს, და ათავსებენ მას იმ ღრუებში, სადაც სკებია განთავსებული. კვამლი ნიღბავს განგაშის ფერომონებს, რომლებსაც ფუტკრები გამოყოფენ, როდესაც ერთი მათგანი კვდება ან ზიანდება, რაც ხელს უშლის მთელ ნაყარს თავს დაესხას დამპყრობელს. კვამლის მიუხედავადაც კი, ნაკბენები გარდაუვალია. მონადირეები ადიან ფეხშიშველი და შიშველი ხელებით. როდესაც გარედამკვირვებლებმა ნაკბენების შესახებ ვკითხეს, ჰაძაბეებმა გაიცინეს. როგორც ჩანს, დაკბენა გართობის ნაწილია. ამ თაფლზე ნადირობაში არსებობს მოულოდნელი მოკავშირე. თაფლის მაჩვენებელი ჩიტი, შაშვის ზომის ჩიტი, რომელიც პოულობს სკებს და მიჰყავს ადამიანები მათთან ცვილისა და მატლების სანაცვლოდ. როდესაც ჰაძაბეს თაფლის პოვნა სურს, ის გამოსცემს სპეციფიკურ სტვენას. თუ თაფლის მაჩვენებელი ჩიტი სიახლოვესაა, ის პასუხობს თავისივე ძახილით და იწყებს ხიდან ხელზე ფრენას, ჩერდება, რათა დაელოდოს ადამიანების მიწევას, სანამ ნაპოვნი სკასთან ახლოს არ დაჯდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული თანამშრომლობითი ურთიერთობა ძუძუმწოვარსა და ფრინველს შორის, რაც კი ოდესმე მეცნიერების მიერ ყოფილა დოკუმენტირებული. დაფიქრდით, რას უშვება ეს ცხოვრება ადამიანის სხეულს. დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ფართოდ შეისწავლეს ჰაძაბეები და აღმოაჩინეს რაღაც გასაკვირი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრად უფრო აქტიურები არიან ფიზიკურად, ვიდრე ინდუსტრიული საზოგადოების ადამიანები. ჰაძაბეები წვავენ დაახლოებით იმავე რაოდენობის ყოველდღიურ კალორიებს. ადამიანის სხეული, როგორც ჩანს, არეგულირებს თავის მეტაბოლიზმს აქტივობის სხვადასხვა დონის კომპენსირებისთვის. მაგრამ მაშინ, როცა მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანები გამოუყენებელ კალორიებს ცხიმის სახით ინახავენ, ჰაძაბეები მთელ ხელმისაწვდომ ენერგიას გარდაქმნიან მოძრაობად, ძალად და გამძლეობად. ჰაძაბეს დიეტა მთლიანად შედგება გარეული საკვებისგან. ნანადირევი ცხოველის ხორცი, ფუტკრის თაფლი, ბაობაბის ნაყოფი, სეზონური კენკრა, მიწიდან ამოთხრილი ტუბერები. ქალები უზრუნველყოფენ ჯგუფის მიერ მოხმარებული კალორიების დაახლოებით 60-დან 70% მცენარეების შეგროვების გზით. მამაკაცებს შეაქვთ წვრილი ცხოველური ცილისა და თაფლის სახით. ყველაფერი თანაბრად ნაწილდება ბანაკში. მონადირე, რომელიც ხორცით ბრუნდება, უყოფს მას ყველას დამსწრეს, მათ შორის მათაც, ვინც არ ნადირობს ასაკის ან სურვილის გამო.
დაგროვების იდეა იმაზე მეტისა, რაც აუცილებელია დაუყოვნებლივი მოხმარებისთვის, უბრალოდ არ არსებობს ჰაძაბეს მენტალიტეტში. ჰაძაბეს ცხოვრება მიჰყვება ზუსტ სეზონურ ციკლებს. მაისიდან ოქტომბრამდე მშრალი სეზონის განმავლობაში მამაკაცები კიდევ უფრო ინტენსიური მონადირეები ხდებიან. მწირი მცენარეულობა ცხოველებს, როგორიცაა ზებრები და მეჭეჭებიანი ღორები, წყლის ორმოების გარშემო აკონცენტრირებს, რაც მათ პოვნასა და ჩასაფრებას აადვილებს. მონადირეები მთელ ღამეებს ატარებენ წყლის წყაროებთან მოლოდინში, მზად არიან ესროლონ მოწამლული ისრები ნებისმიერ მსხვერპლს, რომელიც დასალევად მიუახლოვდება. ქალები და ბავშვები ამ თვეების განმავლობაში თხრიან სახამებლით მდიდარ ტუბერებს და ხარშავენ მათ მონელების გასაადვილებლად. როდესაც ნოემბერში წვიმები მოდის, ლანდშაფტი იცვლება. ცხოველები იფანტებიან, რაც ნადირობას ართულებს, მაგრამ მცენარეები ყვავის. ბაობაბის ნაყოფი მდიდარი ვიტამინით უხვი ხდება. კენკრის ბუჩქების თავაზობს მუდმივ წასახემსებელს სიარულის დროს. თაფლი აღწევს თავისი წარმოების პიკს. ზოგიერთი თვე ჰაძაბეების მიერ აღიწერება როგორც თვეები ხორცის გარეშე პერიოდები, როდესაც თაფლი და მცენარეები დომინირებენ კვებაში, სანამ ნადირობა მწირი რჩება. ეს სეზონური მოქნილობა ფუნდამენტურია გადარჩენისთვის გარემოში, რომელიც მკვეთრად იცვლება წლის განმავლობაში. ჰაძაბეს ნაწლავის მიკრობიომის კვლევებმა გამოავლინა ბაქტერიული მრავალფეროვნება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ადამიანთა პოპულაციაში. ეს მრავალფეროვნება სთავაზობს დაცვას მრავალი თანამედროვე დაავადებისგან. კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ 3 დღე ჰაძაბეების მსგავსი დიეტის დაცვამ შეიძლება გაზარდოს ადამიანის ნაწლავის ბაქტერიული მრავალფეროვნება 20%-მდე. მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს მიკრობული მრავალფეროვნება წარმოადგენს ადამიანის ნაწლავის თავდაპირველ მდგომარეობას, იმას, რომლის მქონედაც განვითარდით ასობით ათასი წლის განმავლობაში, როგორც მონადირე შემგროვებლები. ბავშვთა სიკვდილიანობა მაღალია ჰაძაბეებში, რაც ამცირებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. მაგრამ მოზრდილები, რომლებიც გადაურჩებიან ბავშვობას, ხშირად რჩებიან ჯანმრთელების 60-70 წლამდე, თანამედროვე საზოგადოების ქრონიკული დაავადებების გარეშე, სიმსუქნე, ტიპი 2 დიაბეტი, გულის დაავადებები, მსხვილი ნაწლავის კიბო. მათ არ იციან სპორტული დარბაზები ან ვიტამინის დანამატები. მათ ეს არ სჭირდებათ. ჰაძაბეს სოციალური სტრუქტურა სრულიად ეგალიტარულია. არ არსებობენ ბელადები. არ არსებობს ძალაუფლების იერარქიები. გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით. თუ ვინმე არ ეთანხმება, ის უბრალოდ გადადის სხვა ბანაკში. მამაკაცები და ქალები თანაბრად მონაწილეობენ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ეხება ჯგუფს. ბავშვებზე ზრუნვა კოლექტიურია, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ზრდასრულს ზედამხედველობა გაუწიოს ნებისმიერ ბავშვს, ნათესაობის მიუხედავად. კერძო საკუთრება პრაქტიკულად არ არსებობს. თუ გაქვთ იმაზე მეტი მშვილდი, ის არის ან ქვის ჩიბუხი, ვიდრე გჭირდებათ, თქვენ უნდა გააზიაროთ ისინი. გაზიარება არ ითვლება გულუხობად. ეს მორალური ვალდებულებაა. ჰაძაბეებს თავიანთ ზეპირ ისტორიაში ომი არასდროს ცოდნიათ. არასდროს ცოდნიათ შიმშილი. არასდროს ცოდნიათ დამანგრეველი ეპიდემიები. მათი ცხოვრების წესი წარმოქმნის თითქმის ნულოვან გარემოზე ზემოქმედებას, ისინი არ ტოვებენ კვალს ისრის წვერების, ცეცხლისგან გაშავებული რამდენიმე ქვისა და აკაციებზე ნაკაწრების გარდა. მაგრამ ეს ცხოვრების წესი ქრება. ყოველ წელს უფრო მეტი ტერიტორია იკარგება მწყემსებისა და ფერმერების სასარგებლოდ. ყოველ 10 წლეულში უფრო მეტი ახალგაზრდა ჰაძაბე მიიზიდება სოფლებისკენ ფულის, სამუშაოსა და თანამედროვე სამყაროს ცდუნებების საძიებლად. ტურიზმმა, მიუხედავად იმისა, რომ მოაქვს გარკვეული შემოსავალი, ასევე გახრთნა ტრადიციული კულტურის ასპექტები. ზოგიერთი ჰაძაბე ბანაკი ტურისტულ მარშრუტებთან ახლოს გადაიქცა დადგმულ ატრაქციონებად, სადაც მონადირეები ასრულებენ უნარებს კამერებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ გამოიყენონ ისინი გადარჩენისთვის. ალკოჰოლი ტურიზმის ფულთან ერთად მოვიდა. ალკოჰოლური მოწამვლით სიკვდილი სერიოზულ პრობლემად იქცა ზოგიერთ თემში. ტრადიციული ცოდნა იკარგება არა იმიტომ, რომ ბავშვებს არ სურთ სწავლა, არამედ იმიტომ, რომ კონტექსტი, რომელშიც ამ ცოდნას აზრი აქვს, იშლება. ჰაძაბეები გადარჩნენ 50,000 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავიანთი გარემოს განადგურების გარეშე, იმაზე მეტის დაგროვების გარეშე, რაც სჭირდებათ, ჩაგვრელი ძალაუფლების იერარქიების შექმნის გარეშე. მაშინ, როცა თანამედროვე სამყარო აწყდება ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისებს, სიმსუქნეს, მარტოობას და ეკოლოგიურ კოლაფსს, ეს ფეხშიშველი მონადირეები ინარჩუნებენ ჯანსაღ სხეულებს, ერთიან თემებს და სრულყოფილ ბალანს მიწასთან, რომელიც მათ ასაზრდოებს. ყოველი თაობის გასვლასთან ერთად, ჩვენ ვკარგავთ წინაპრების ცოდნის კიდევ ერთ ცოცხალ ბიბლიოთეკას.
სავანის ყოველი ჰექტარი, რომელიც პლანტაციად იქცევა, შლის ადამიანის ისტორიის ერთ თავს, რომელიც ვერასდროს გადაიწერება. შესაძლოა კითხვა